მოვისმენ ეხლა აუცილებლად ჩემი თხოვნაა მეგობრული რომ მამიდა კვდებოდა და დაუბარა ანდერს ბატონო გივი საფრანგეთში ვარ გასტროლებზე სუხიშვილის ასამბლეის სოლისტი ვიყავი და რო ჩავედი ხედა მამა ჩემი დამხვდა და ჩემი სიმამრი ქალები არ არიან გავგიჟე პირველი შემეშინა დედა მყავდა ულამაზესი ქალი დედა ჩემი მეთქი და არაო კარგად არისო ჩემი ცოლი კარგად ვავი აბა სად არიან მეთქი აეროპორტში არ დამხვდა აი მამა ჩემო მეთქა იმის გაზდელი ვიყავ მამიდის აი ხა ცემლები მომდის აი ოდა ვერ არისო მამი და შენდი კარგად სოლოლაკში ცხოვრობდა ერთი დიდი ოთახები რო იყო გასულ სოლოლაკში და აი იმანიცით ჩემა კრასავიცა აი ამ სიგანე კედლები ქონდა მაგას და დავყარე შემოდები ყველაფერი მივარდი და ხედავ თელნაცობა იქა და უკვე კვდება რა რო დამინახა თვალები გაუწყინდა და მამიდამ და მითხრა ეგარ ლაპარაკობს რეკეჩა გმა ხკკ ფოშა შეგაბადამო ნახა დავმარხეთ ამბობდა მე ხა ვიფიქრე ყველაფერი ჩემ სულ არ ჩვილი ყავდა არაფერი და რა დამიბარა მეთქი და ორი კვირა ვიფიქრე და მე მოვედი აზე რაც მითხრა შვილო გივი შეგ გემ გაიხედე მარჯვიო ხკ ხედავ კედელსო ფუშო კედელში ფული მაქვს შენახული რკცჩო რა კაია ცოცხალსო ჩამომისწარიო ამოიგე შოიო შენი იყოსო ამო მე ფალადად მოგაყვანე ვიშოვე დიდი კუვალდა ეხლა მაკაცები მომეხმარებიან, მაგრამ უნდა გავუყო ეს ფული მაშინ. ეხლა რამდენი ფულია რაზე გავუყო ეხლა. ეს შრომა მეზიზღებოდა, მაგრამ მეთქი შენი დედას და დამცხე ამ კედელს. ჩვენ ახევარი ვანგრები. ხელები აღარ მივაგას სისხლი. დავაგრეთ არაფერი. ვაი ვიფიქრე მამიდა ჩემა ეს სამითხა და დავიწყე აი ცემლები მომდის და უცბად მომაგოდა მეკრეთის. გემ Raga marjunim, marცხენაც რომ შეიცება. მარცხენა კედელი, ვოშე 20 დღე დავიცვენე რა 20.